გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მე კითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Billboard იაპონიამ პლეილისტი შეადგინა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ქალი მუსიკოსების ნამუშევრებია გაერთიანებული. 33 სიმღერისგან შემდგარი სია Billboard-ის საერთაშორისო გამოცემებთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელთა შორის Billboard საქართველოცა. ქალთა საერთაშორისო დღესა და ქალთა თვეს აღნიშნავთ ახალი პლეილისტით, რომელიც Billboard იაპონიამ შეადგინა Billboard-ის პარტნიორებთან თანამშრომლობით. არაბეთი, ჩინეთი, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, კორეა და ფილიპინები. აღმოჩნდა თითოეული ქვეყნის 3 ინოვატორი ქალი მუსიკოსის მუსიკას, რომელიც გავლენას ახდენენ გლობალური მუსიკის სცენის ფორმირებაზე, ვკითხულობთ Billboard იაპონიის Instagram პოსტში. საქართველოდან აღნიშნულ პლეილისტში წარმოდგენილი ქალი მუსიკოსები არიან დინა, ანუ მე სიმღერით Blush, ნინი ნუცუბიძე სიმღერით PP1 და Cream სიმღერით Die For You. თითქმის 10 წელია ქართულ მუსიკალურ სივრცეში Flow Magazine გამოჩნდა და იმ პლატფორმად იქცა, რომელმაც საქართველოში ჰიპ-ჰოპის კულტურა მნიშვნელოვნად შეცვალა. Flow-ს ყველაზე წარმატებული პროექტი Rap Battle-ებია. ბეთლებზე აუდიტორია განსაკუთრებული ჩართულობით გამოირჩევა. შესაძლოა პირველად მოხვდე ამ სივრცეში, მაგრამ მაშინვე პროცესის სრულფასოვანი მონაწილე ხდები. ირჩევ ფავორიტ შემსრულებელს და გულშემატკივრობ. Rap Battle-ების სეზონები 3 ივენთისგან შედგება. მონაწილეობს 8 არტისტი, რომლებსაც Flow-ს გუნდი თავად არჩევს. მსურველები ჰეშტეგებით პოსტავენ ვიდეოებს, საიდანაც საბოლოოდ სეზონზე რჩეულები ხდებიან. ამჟამად ღონისძიებები მონოჰოლში ტარდება და ბილეთები ივენთამდე რამდენიმე დღით ადრე სრულიად იყიდება. Flow-ს პლატფორმის შექმნის იდეა 2016 წელს გაჩნდა. Flow-ს ბეთლის პლატფორმას ახლა უკვე ჰიპ-ჰოპ ცეკვის შეჯიბრებაც დაემატა. დამბუზერებლებს მომავალში კიდევ უამრავი გეგმა აქვს, მათ შორის ლეიბლის შექმნა, რომელიც არტისტს ყველა იმ რესურსს მისცემს, რასაც საერთაშორისო სტანდარტის ლეიბლი უნდა სთავაზობდეს. Rap-ების პროექტის ისტორია და სამომავლო გეგმები შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/j-ზე წაიკითხოთ. ამ სტატიაზე კი ნინო იმერლიშვილმა იმუშავა. Starring Georgia 2025 წლის სეზონის მეორე არტისტს აანონსებს 27 აგვისტოს ქართველი მსმენელის წინაშე ავსტრალიური ბენდი Empire of the Sun წარდგება. Glastonbury-ს, Coachella-სა და Lollapalooza-ს ჰედლაინერი ჯგუფი კონცერტს Black Sea Arena-ს ეზოში მდებარე Front Stage-ზე გამართავს. Luke Still's-სა და Nick Littlemore-ის დუეტი პირველად 2008 წელს გამოჩნდა სადებიუტო ალბომით Walking on a Dream და მალევე მოიპოვა მსმენელის სიყვარული. ალბომში შემავალი ჰიტები Walking on a Dream და We Are the People კი მათი წარმატების დასაწყისი გახდა. თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრით ცნობილი ბენდი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. Playboy Carti-ს ახალ ალბომს სტრიმინგ პლატფორმებზე შთამბეჭდავი დასაწყისი აქვს. 2025 წლის მონაცემებით გამოშვების შემდეგ რეპერის მესამე სტუდიური ალბომი I Am Music ერთ-დღეში ყველაზე ხშირად დასტრიმული ალბომი გახდა. Carti-ს მუსიკმა უკვე ისტორია დაწერა, განაცხადა Spotify პლატფორმა X-ზე. I Am Music ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა. მასში მონაწილეობენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან Young Thug, Travis Scott, Future, Kendrick Lamar, The Weeknd, Lil Uzi Vert, Skepta და Ty Dolla $ign. შთამბეჭდავი ასევე პროდიუსერთა სიაც, რომელთა შორის არიან Cardo, Metro Boomin, Southside, Filthy, Kanye West, Cash Cobain და OG Volta. 16 ნოემბერს ლეგენდარული ბენდის Deep Purple-ის კონცერტი თბილისში გაიმართება. უნდა აღინიშნოს, რომ ბენდი თითქმის 60 წელია მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა. წელს Deep Purple-ის ბოლო მუსიკალური ტურნე იქნება, სწორედ ამ ტურნეს ფარგლებშია დაგეგმილი კონცერტი თბილისში. ბრიტანული ბენდი 1968 წელს ჩამოყალიბდა. დასაწყისში ბენდი ფსიქოდელიურ როკს უკრავდა, შემდეგ კი იმგრიგალად გარდაიქმნა, რომელმაც მძიმე როკს დაუდო საფუძველი. მათი საკულტო სიმღერა Smoke on the Water როკ მუსიკის ჰიმნად იქცა. ეს არის რიფი, რომელსაც ყველა გიტარისტი თამაშის წესით სწავლობს. Deep Purple-ის საკონცერტო პერფორმანსები გამორჩეულია. მათი ავთენტური სტილი სცენაზე ნამდვილ ალქიმიას ქმნის, რომელიც მძლავრი, არაპროგნოზირებადი ენერგიით გამოირჩევა. კონცერტი Radium-ის ორგანიზებით ჩატარდება. კომპანია Radium საქართველოში მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზებითაა დაკავებული. Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილმა ბენთან ერთად კონცერტი გამართა. პიანისტმა რესპუბლიკის სცენაზე წარადგინა ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც ქართულმა აუდიტორიამ პირველად მოისმინა. მუსიკალურ საღამოზე ბექა გოჩიაშვილთან ერთად დაუკრეს ლუკა თოფურიან, ლევან დეისაძემ და სოსო ცაგარეიშვილმა. პროექტის შექმნის იდეასა და მუშაობის პროცესზე ბექა გოჩიაშვილი Billboard Georgia-ს ესაუბრა. პროექტი არ იყო დაგეგმილი, ესე უცებ აღმოჩენილი კონცერტიდან 1994-ში ქონდა კონცერტი. მე ლევანს და სოსოს ტრიოში
და მიდიაში ლუკა უნდა ყოფილიყო იქ special guest-ი რამოდენიმე ჩემ რამოდენიმე თემაში და ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ მარტო ერთ ნომერში არ დაუკრა დანარჩენი მთლიანი კონცერტი დაუკრა იმიტომ რომ ეგრევე მივხვდით რომ სწორი ეგრე იყო რა განსაკუთრებული იმით არის რომ ჯერ მუსიკალურად ეს მეჩინგი მიდის რაღაც სასწაული ერთმანეთთან მე ის არის რომ ჩელენჯების არ გვეშინია მუსიკა რასაც უკრავთ გვიყვარს და ჩვენ გემოვნებაში ჩვენ 4 დღის გემოვნებაში ზუსტად 100-დან 100-ში ვარტყავთ ეგრე აღმოჩნდა და ეგრე გაგვიმართლა რა 4 დღეს დამიკრავს ბევრ მუსიკოსთან ძალიან და ყოფილა კარგი და ყოფილა განსაკუთრებული ეს ის შემთხვევა არის ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა Billboard stage-ი რაც პროვდა პირველ რიგში ეხმარება ახალგაზრდა მუსიკოსების საქართველოში ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას და რა თქმა უნდა რომ მნიშვნელოვანია ეს საქართველოში მუსიკოსობის და მუსიკის განვითარებისთვის ის მიხარია რომ აი ესეთი პროექტი თან ჩემთვის ახლა ეს ანუ დიდი კონცერტი მასშტაბურად ვიძახი პირველად ამ ლეიბლთან ერთად მოხდა და სტარტი ძალიან მაგარი აქვს მართლა მუსიკის ცოდნა და გემოვნება ეს აუცილებელია როცა ლეიბლს აკეთებ და რაც მოიცავს და რასაც მოითხოვს ლეიბლის გაკეთება დარწმუნებული ვარ ესე ერთადერთი არ იქნება ჩვენი გადაკვეთა. არა იმიტომ რომ მეგობრები ვართ, გარდა ამისა მუსიკალურადაც მეგობრობთ და ვემთხოვით გემოვნებაში და მე ყველანაირად ვეცდები რომ გვერდში დავუდგე ამ ძალიან მაგარ წამოწყებას. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/gz იხილავთ. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით 2 კვირით. ნახვამდის.